მოგესალმებით, მაყურებლებო. ბლოკი Porsche-ში, რომელიც ძალიან საწამებელი და სატანჯველი გახდა. დაახლოებით 2 კვირაა აი ამ ბლოკს ყოველ დილით და საღამოს მიდის წამება და შრომაზე რა და კიდევ პრობლემები გამოაჩინა. ჩემი აზრით ეს բոլო პრობლემა იქნება ასე მინდა ყოველ შემთხვევაში. და ამ ბლოკთან დაკავშირებით ზოგადად ესეთ რთულ საქმეებთან დაკავშირებით თვითონ ეს მე პატრონი ჩემპიონი ადამიანია იქიდან გამომდინარე რომ ბოლომდე წამოყვა. რაც ყველაზე ძალიან მეზარება კლიენტს როცა ფასს ეუბნები და კითხვის ნიშანს უსვავ, მე იმის იქით როცა წვალება მიდის რომ მინიმალურად რაღაცა გამოვიყვანო, ხოლმე მე ძალიან იზეთება ბევრი რა და მესმის კლიენტისაც, მაგრამ კლიენტმაც უნდა გაითვალისწინოს რომელი ადამიანის რისითაც და ვისითაც უკეთდება რაღაცა, რომ ერთმანეთის პატივისცემა და ფასი ვიცოდეთ თუ რა შრომა შეიძლება გაწიოს იმ ადამიანმა. ყველას იმესმის შინაურების, გარეულების ამ ზღვარს არასდროს არ უნდა გავწდეთ, ჩვენი ურთიერთობის ღირებულების ფასიც ეს არის. მაგრამ რაღაცა ზღვარი მართლა დასაცავია, რომ მარტო მინიმალურად გამოვიდეთ და 100%-ით რაღაცები მოვითხოვოთ, ესე არ გამოვა. უშუალოდ ამ ადამიანმა მარტო სახელს ვიტყვი არ მიგუჩა, რომელიც აუხსენის სიტუაცია და უკვე არ გამოდიოდა და უნდა ჩამექნია ხელი თუ არ სიტყოდა, ბოლომდე მოყვა. იმის მერე ერთი კვირა კიდევ წვალო და ყველასთან უკაცრავად ვიქნები საიმისოდ, რომ რაღაცა შრომას, რაღაცა ზღვარი და ფასი უნდა დაედოს. კიდევ მესმის მე თვითონაც რომ მიდივარ რამის საკეთებლად ხელოსანთან, ჯერ ფასს ვიგებ და მაგ თუ არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, იმ დღეს თუ არა, მეორე დღეს, მესამე დღეს ესე მოვაგვარებ იმ ჩემ პრობლემას. ასე რომ შევიცნოთ ერთმანეთის საიმისოდ, რომ რა სირთულეებთან არის საქმე და დამოკიდებულება და რეალობას რო არ გავწდეთ, ერთმანეთს პატივი ვიცეთ მანაში და მე მგონი რომ შრომაც გაადვილდება, ურთიერთობაც და რაღაცა დონეზე ჩვენც გავალთ საერთაშორისო მასშტაბით, რომ ერთმანეთის პატივისცემით და სიყვარულით გაადვილდეს ცხოვრება. დანარჩენს ამ ბოლო პრობლემა მე მგონი ესე იქნება. დანარჩენს გზადაგზა შემოგთავაზებთ. და ნახოთ რა. აქამდე შემოწმებები იმიტომ არ გაჩვენეთ, რომ ძალიან ბევრჯერ ამოვაგდო პრობლემები, აი ძალიან და უბრალოდ ფიზიკურად 3-4 სერია უნდა გამეკეთა ამ ვიდეოსთვის და ფიზიკურად ცოტა მეც ვიზარმაცე, ცოტა ვერ მოვახერხე რაღაცეები და ამ ორ ვიდეოსში ჩავსვავ ამ ბლოკის წვალებას. წარმატებები, დანარჩენი ბოლო შედეგსაც ავდეთ.